ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის შედეგად გახლეჩილ მოსახლეობას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71 სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად წარსდგა გენერალურ ასამბლეაზე და გაეროს ტრიბუნიდან ქვეყნის განვითარების ეტაპებზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, ეკონომიკურ წინსვლასა და საქართველოს სხვა მიღწევებზე ისაუბრა. We are an aspirant country to NATO. ჩვენ ვართ ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა, რომელსაც აკავშირებს ღრმა და ყოვლის მომცველი პარტნიორობა ალიანსთან. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ევროკავშირმა და ნატომ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებაშია. ხალხის მიერ არჩეულ ამ გზას მივყავართ სტაბილურობისკენ, უსაფრთხოებისკენ, მშვიდობისა და კეთილდღეობისაკენ, ჩვენს ქვეყანასა და მთელს რეგიონში. ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას და გააუქმებს 21 საუკუნეში არსებულ გლინიკის ხიდის თანამედროვე ვერსიას, რომლის შედეგიცაა ჩვენი ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია და ორივე მხარის მშვიდობიანი მოსახლეობის ერთმანეთისაგან დაშორება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავარი აქცენტი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მძიმე შედეგებზეც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის განვითარება არასრულია, როცა ის მოწყვეტილია უსაფრთხოებას, რადგანაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია უცხო ქვეყნის ჯარების მიერ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით დადგა დრო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს. Hundreds of thousands of people ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისთვის, რომელიც ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში. აფხაზეთიდან და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს. ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებს და თემებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განიცდის მუდმივ დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს. შეზღუდულია მათი გადაადგილებისა და საკუთრების უფლებები, მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც კი არ აქვთ. საქართველოს პრემიერმა გაეროს ტრიბუნიდან ღიად დაგმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარების ფაქტი და იგი მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გამიზნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა. and this is all happens in the absence ყველაფერი ეს კი ხდება საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეზღუდული საქმიანობის ჩათვლით, რომელსაც უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე. მიმდინარე ოკუპაცია და ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო. ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ისეთი ურთიერთობების დამყარებას, რომლის ფარგლებშიც რეალური მუშაობა იქნება შესაძლებელი. ჩვენ მივახციეთ კონკრეტულ შედეგებს დაძაბულობის შემსუბუქების კუთხით, თუმცა საქართველოს ყველა ნაბიჯს ჯერ არ მოჰყოლია საპასუხო მოქმედება. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების პირობების დარღვევას. გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების აუცილებლობას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიუ-იორკში ჰქონდა ოფიციალური და მეგობრული მრავალმხრივი და ორმხრივი შეხვედრები მსოფლიო წამყვანი ქვეყნების უმაღლეს პირებთან, გაეროს გენერალურ მდივან პან გი მუნთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლიკენსთან. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების ყოველდღიური დისკრიმინაციის ფაქტებზე გიორგი კვირიკაშვილმა გენერალურ სესიამდე რამდენიმე დღით ადრე გაეროში გამართულ მაღალი რანგის შეხვედრაზეც ისაუბრა, რომლის თემაც იყო დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადგილებები. საქართველოს პრემიერმა პრობლემა საქართველოს კონტექსტში განიხილა. იზოლებით გადაადგილების ტვირთის სიმძიმეს საქართველოს განიცდის, აღნიშნა კვირიკაშვილმა და იქვე რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის პირობებში რამდენჯერმე განხორციელდა ეთნიკური წმენდა. შედეგად დაახლოებით 400,000 ადამიანი იქცა იზოლებით გადაადგილებულ პირად, მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობა სულ 4 მილიონს შეადგენს. along the occupation line.
საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე მავთულხლართების განთავსების პირობებში მათი შინ დაბრუნების პერსპექტივა არც თუ ისე იმედის მომცემია. ამასობაში კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას. უბრალოდ დაუშვებელია ამაზე და მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესებზე თვალის დახუჭვა. საქართველოს საკმაოდ პატარა ქვეყანაა და ჩვენც გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მაგრამ ჩვენ მომავალშიც შევიტანთ წვრილ საერთაშორისო ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია მიგრანტებისა და ლტოლვილების მასობრივი გადაადგილების მართვისკენ. ქართული დელეგაციის წევრების გამოსვლებს უარყოფითი რეაქცია მოყვა რუსული დელეგაციის მხრიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენადი გატილოვმა გაეროში ტოლთა საკითხებისადმი მიძღვნილ სამიტზე საქართველოს დელეგაცია უსაფუძვლო გამოხდომებში დაადანაშაულა. ამ დარბაზში მოვისმინეთ საქართველოს წარმომადგენელთა განცხადებები, მეზობელ დარბაზში კი უკრაინის წარმომადგენლების განცხადებები. მიგვაჩნია, რომ მათ გამოსვლებში გაისმა უსაფუძვლო გამოხდომები რუსეთის მისამართით, განაცხადა გატილოვმა. მისი მოსაზრებით ამ გზით ორივე ქვეყნის წარმომადგენლები ცდილობენ შექმნილი სიტუაციისთვის პასუხისმგებლობა სხვას დააკისრონ. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ წარსდგა ბარაკ ობამა, რომელმაც გაეროს ტრიბუნიდან 192 ქვეყნის ლიდერს მიმართა და მის გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი ტერორიზმის საფრთხეებზე, გლობალიზაციაზე და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე გაკეთდა. თეთრი სახლის ლიდერმა შეაჯამა მისი პრეზიდენტობის 10 წელი და გამოსვლის დროს რუსეთი და მისი ლიდერი რამდენჯერმე ნეგატიურ კონტექსტშიც ახსენა. ამ 10 წლის განმავლობაში ბევრ პროგრესს მივაღწიეთ. ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებები, ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება, აღდგენილი ურთიერთობები კუბასთან ერთად ყოფნის გარეშე ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა. სამყაროში, რომელმაც უკან ჩამოიტოვა იმპერიის ხანა, ვხედავთ, რომ რუსეთი, რომელიც დაკარგული დიდების აღდგენას ძალის გამოყენებით ცდილობს, აგრძელებს მეზობელი ქვეყნების საქმეებში ჩარევას. დროთა განმავლობაში ეს მის საზღვრებს ნაკლებად დაცულს გახდის. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ორგანიზაციას, რომლის წევრები ვართ და დავიცვათ მისი წესები. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკში გაეროს სამიტზე 193 ქვეყნის ლიდერებმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს დევნილებთან დაკავშირებულ დეკლარაციას. დეკლარაცია გამოხატავს მსოფლიო ლიდერების პოლიტიკურ ნებას დაიცვას დევნილთა და მიგრანტთა უფლებები. ასევე აიღოს პასუხისმგებლობა გლობალური მასშტაბით მიგრაციული კრიზისის გადაწყვეტაზე. გაეროს გენერალური ასამბლეის სესია გაეროს შტაბ-ბინაში ხვალ 26 სექტემბერს დაიხურება.